რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. გამარჯობათ, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. დღევანდელი გადაცემა დაეთმობა ორ საკრედიტო ისტორიას, რომელთა მაგალითიც გადაცემაში განვიხილავთ საბანკო პოლიტიკას. არის თუ არა საბანკო სისტემის მუშაობის პრინციპი მომხმარებელთა ჩაგვრა. ალბათ ყველა ადევნები თვალყურს TBC ბანკთან მიმდინარე აქციას, სადაც ბიზნესმენმა ბატონმა ზაზა ზაქარიაშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიგერა. ასეთი რადიკალური ქმედების მიზეზი გახდა სესხის დაფარვის ვადის შემცირება, რომელსაც ბიზნესმენი და მისი ახლობლები აპროტესტებდნენ. ბატონმა ზაზამ სესხი 10 წლიანი ვადით გამოიტანა და სესხის ოდენობა 400,000-ზე მეტს შეადგენდა. საიდანაც 200,000-ზე მეტი დაფარული აქვს ბანკმა, კი მისი 5 წელიწადში დაფარვა მოითხოვა. ბიზნესმენი ასევე ითხოვს მისი 1,5 მილიონი ღირებულების ქონების გამონთავისუფლებას, რომელიც მას ბანკში აქვს ჩადებული. ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებით, ბანკი დაინტერესებულია ქონების ჩამორთმევით. ასეთი დაზაბული სიტუაცია იყო TBC ბანკის სათაო ოფისის წინ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრის მოსაზრებას საბანკო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მანამდე კი გაგაცნობთ TBC ბანკის განცხადებას მომხდართან დაკავშირებით. TBC ბანკის განცხადებით, ბანკი მზადაა დეტალურად განიხილოს სესხებლის მოთხოვნები და მზად არიან ობიექტური პრეტენზიის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ის. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბატონი ზაზა 2 საათის განმავლობაში არ მიდიოდა მოლაპარაკებაზე და ქუჩაში ყურადღების მიქცევას ამჯობინებდა. ჩვენ დაუკავშირდით TBC ბანკს და გამგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ბატონ ზაზას ადვოკატსა და ბანკის წარმომადგენელს შორის. სამწუხაროდ მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, როგორც კი ცნობილი გახდება შედეგები, დაგიკავშირდებით და ინფორმაციას გავასაჯაროებთ, განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა. ამ ინფორმაციის შემდეგ ჩვენ ვეღარ შევძლებთ დავკავშირებოდით ბატონ ზაზას ადვოკატს და თვითონ ბატონ ზაზას, მათ როგორც ჩანს კომენტარის გაკეთებისგან თავის შეკავება ამჯობინებს. მომხდართან დაკავშირებით ჩემი ჟურნალისტი ეკა მახათაძე დაუკავშირდა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრს ბატონ მერაბ ჯანიაშვილს, მოვისმინოთ მისი შეფასება და ინტერვიუ. ბატონო მერაბ, მოგეხსენებათ, რომ TBC ბანკის სათაო ოფისთან ბიზნესმენმა ზაზა ზაქარიაშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პრობლემა ძირითადად ბანკსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში მდგომარეობს. როგორ შეაფასებთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში TBC ბანკის საბანკო პოლიტიკას? პრობლემა ბანკსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში კი არ მდგომარეობს. პრობლემა მდგომარეობს ბანკები როგორ იძგებიან მომხმარებელს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვა ეს ადამიანი მასაც იძახის, იმიტომ რომ ესეთი შემთხვევები არც პირველი არ ყოფილა და სამწუხაროდ ალბათ არც უკანასკნელი არ იქნება. სამწუხაროდ ბანკები იმდენად კაბალური პირობებით აფორმებენ ხელშეკრულებას კლიენტებთან, რომ ანუ მომხმარებელს მხოლოდ ვადებულებებია ხელშეკრულება და ბანკს კიდე ყველაფრის უფლება აბსოლუტურად აქვს. თან არა მხოლოდ ყველაფრის უფლება ხელშეკრულება, არამედ მათ შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს კიდევ ამ ხელშეკრულების პირობები. ანუ ბანკს კიდევ შეუძლია დაარღვიოს ეს ხელშეკრულება და არაფერი სანქცია მის მიმართ არ გასცემს. ესეთი ფაქტები ძალიან ბევრი მომხდარა საქართველოს რეალობაში და სამწუხაროდ ბანკები როდესაც ხედავენ, რომ წარმატებული ბიზნესი საცეცხლაგებული მათთან ისინი აღნიშნულებით აკოტრებენ ამ ბიზნესებს და შემდეგ ამ ბიზნესებს კაპიტალში ყიდულობენ. არ მეორე ვარიანტია, როდესაც მოგეხსენებათ ეს რიოს ბანკიდან, რომ ბანკში ბიზნესმენებსა და ფიზიკურ პირებსაც უწევს ტექსტზე ორჯერ, სამჯერ უფრო მეტი ღირებულების ქონების ჩადება. შესაბამისად, ბანკი დაინტერესებულია, რომ ამ კლიენტებს ტექსტი ვერ გადაიხადოს, იმიტომ რომ ტექსტის ვერ გადახდის შემთხვევაში ის უფრო მეტ სარგებლობას მიიღებს. ბიზნესის გადახდის შემთხვევაში, პირნაკლად გადახდის შემთხვევაში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა და რომ ბანკები რეალურად არ უზრუნველყოფენ თავიანთი მომხმარებლის მოთხოვნებს. არსებობს თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბანკებს აქვთ ქონების ინტერესი? როგორ არა, ეს საფუძვლიანი ეჭვი და პირდაპირ ნათლად ჩანს, თუ ჩავხედავთ სხვა ოფიციალურ ბალანსებს საქართველოს ბანკის და TBC ბანკის, რომელიც არაერთ კომპანიას თორემ და არაერთ ბიზნეს პროგრამს. შესაბამისად, ანუ ბანკები პირდაპირ არიან დაინტერესებული ბიზნესები, უფრო მეტი ბიზნესები ჩაიგდონ ხელში.
ამარაფერს ამოხსნათ სადაზღვევო კომპანიებზე და სამშენებლო ფირმებზე. ხო სადაზღვევო ბაზას გადახედეთ, ხო საერთოდ დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანია არსებობს. თუ არსებობს რაღაც მინიმალური წილია, ხო ბაზა. მით სადაზღვევო ბაზარზე სამყარო ისიც ისევ ბანკების შვილობილები არიან. და ამას ბანკები ისწავლებენ კლიენტებს, აიძულებენ და სექს როდესაც პირობენ მის ბანკში იძულებული ხდება რომ დაერბენ მის სადაზღვევო კომპანიაში. ეს უკვე მომხმარებლის უფლებების დარღვევაა. სამწუხაროდ ეროვნული ბანკი და არაფერს აკეთებს ამ შესაძლებლობას და აქ საკანონმდებლო დონეზე მომხმარა ამის გაწერა და აკეთება. ხან თქვენ აღნიშნავთ ეროვნული ბანკის ფაქტორსაც. კი, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის ფაქტორიც არის და საკანონმდებლო ბაზაც ისეთია, რომ ბანკებს აქვს ამის უფლება. ზოგადად, თუ გავითვალისწინებთ ბანკების მიდგომას თავის კლიენტებთან, თქვენი აზრით არის თუ არა საბანკო სისტემის მუშაობის პრინციპი მომხმარებელთა ჩაგვრა და არიან თუ არა კომერციული ბანკები ორიენტირებული მომხმარებლის გაკოტრებაზე? სამწუხაროდ არიან. და კომერციული ბანკების დღევანდელი პოლიტიკა არ არის ორიენტირებული სხვა რაღაცა გრძელვადიანი მიზნებზე და თუ რაღაცა დიდ მასშტაბებში გავხსენოთ, საერთოდ არ არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული. ბანკები მაქსიმალურად არიან გადასული ბიზნესების გადაცვალზე, ვთქვათ კიდე და ისინი არიან მაქსიმალურად ორიენტირებული რაღაცა მოკლევადიანი ბიზნესის მიღება და მოკლევადიანი რაღაცა მოგების მიღება. თუმცა დააკვირდეთ ეკონომიკაში რა პროცესები. როდესაც ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია, ამის მიუხედავად საბანკო სექტორის მოგება რაღაცა რეკორდებს. როგორ ხდება ეს თუ საბანკო სექტორის ეკონომიკა თუ ბანკები ნორმალურად მუშაობენ, ბანკების ასე ვთქვათ, წარმატება უნდა განსაზღვროს ეკონომიკის წარმატებით, ეკონომიკის წარმატებული განვითარებით. როდესაც ეკონომიკა ვერ ვითარდება წარმატებით, საბანკო სექტორი პირიქით უფრო ვითარდება და უფრო დიდ, უფრო მეტ და მეტ სხვა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს იპოვოს, შესაბამისად ეს პირობები მიუთითებს, რომ საბანკო სექტორი არის გადასული კლიენტების გაკოტრებაზე. ის აინტერესებს სხვა ბიზნესი, მისი არა პარტნიორია, რომელიც შეცდობს, არამედ რაღაცა კონკურენტი. დაინტერესებული დააკონტროლოს ეს კონკურენტი და შემდეგ ხელში ჩაიგდოს შემთხვევაში რა ხდება. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. ჩვენ ისე დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. ახლა კი მოვისმინოთ ქალბატონი ნინო ჩეჩიბაიას ისტორია. ინტერვიუ მოუზადა გადაცემის ჟურნალისტმა თამარ გაზელიევმა. ქალბატონო, გვიანბეთ თქვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა და ბანკის მხრიდან რა სახის დარღვევები იყო თქვენი აზრით? ეს ქონდა აღებული 2007 წელს Silk-Road ბანკი იყო მაშინ და ეხლა ქვია VTB. იცით 2007 წელს ბინა შევიძინეს სადღაც 1 წლით ადრე, ეს იყო ძალიან ურემონტო, საკუთარი სახლი პიციანტაბიძის ქუჩაზე. და როგორც მე მივხვდით, ბანკში პროცესის ასაღებად მივედით, ჩვენ გინდოდა სესხი აგვეღო სახლის რემონტზე. და $100,000 მოვითხოვეთ და სახლი მაშინ ბანკისავე შემფასებლის მიერ გაურემონტებელ მდგომარეობაში თავისი მიწით იყო შეფასებული 355,000. ადვილად მოგვწეს სესხი და კიდევ რას დავაკვირდით, მე როცა ვიზეთი კრედიტ ოფიცერთან იქ მოდიოდნენ გაპრობლემებული იპოთეკარები და მოყავდათ თავისი ბინის ჩამდებები. ანუ შემოსავალს ბანკი არ ითხოვდა და ხედავდი, რომ აინტერესებდა უძრავი ქონება. აი შევწდი და ვკითხე, რომ ახლა ხედავთ, რომ გაპრობლემებულია ვერიფის იპოთეკარი და თქვენ უკმაყოფილებთ სესხს და რატო? და მითხრა, რომ ქონება არის ღირებული და ჩვენ გვაინტერესებს ქონება. ასე იყო, რატომღაც ეს ბანკი უნდა ისის მომასწრული. დაინტერესებული იყო მხოლოდ უძრავი ქონებით. უძრავი ქონებით, ხა ის შედეგობის ბუმი იყო, უნდათ მიწა, უნდათ კარგი ადგილები. ჩვენ პირნათლად მოვახმარეთ ეს ფული ნამდვილად რემონტს. ჩაიდო ბანკში სადღაც 157 კვადრატული და შემდეგ 80 მივაშენეთ, რომელიც არ იყო იპოთეკის საგანი, მაგრამ ამ მისამართზე აღმოჩნდა. ეს წაიღეს მინდოდა ბიზნეს მოწესრიგება და გაქირავება, რომ რაღაც შემოსავალი ქონება. მოკლედ 2008 წლის შემდეგ ფორს-მაჟორული სიტუაცია მოგხსენებათ, როგორც კრიზისული ქვეყანაში იქნებათ, ასე ჩვენი ისეთ
რუსეთთან ომის შესახებ და მაგარი ბიზნესი დაიძირა, ბიზნესის ფასები უკან ჩამოდიოდა და ასე შემდეგ. და ბანკმა რა თქმა უნდა თავისი პოზიციები გამოიყენა და მოგმართეს რომ ჩვენ უნდა დაგვეფარათ ჩვენი სესტი რაღაც გარკვეულ ვადაში, ეს იყო ოფიციალურად განსაზღვრული, ჩვენ მოვიძიეთ ეს ახლა. ეს უკვე იყო პრობლემური სესტები და იყო იმე გიორგი ხომასულიძე პრობლემური სესტების კრედიტ ოფიცერი. რომელმაც გითხრა რომ ფედერალიზმი ხართ ისე ამ ხელას სტრაფების მისცემ და მოდით ამ 4000-ზე დაწერეთ შეწყალებაო, ანუ 14 ქონდა განსაზღვრული და დაწერეთ ისე ჩამოგვაყენა 4000-ი, მაგრამ თუ არ ჩამოგვაყენებდნენ, რა თქმა უნდა, ახლა სადაც 90 ინტერნეტ ეცეთ დავამატებით ხო? და დაწერეთ განცხადება ეს და დაწერა ეს განცხადება იმის კარნახით, ხომასულიძის კარნახით. ეს განცხადება შეიტანა დირექტორთან ბანკის ვიღაცა ნურგული იყო ყაზახელი ხალი, რომელიც ისე ცოტა ხანში გამოვიდა და ცარო რაიმე გაგიზდა ეს ხალი, რას ამბობთ ეს 94-ი არაო, ჩვენო შეგვეშალა დათმაო და არის 154,000 და ეს 94 იქამდე განსაზღვრული იყო ოფიციალურად დაწერილი საღალზე. ანუ როდესაც დაინახეს რომ ჩვენ და ჩვენ დინაში ამის გადახდა და მოვახერხეთ, ასე უმეტეს აუმატეს ეს 56,000 თუ მეტი, კიდე 60,000. მოკლედ ვიკითხეთ ადვოკატებში ესეთიც და ვიჩვენეთ რომ გვეჩივლა და მოკლედ მოვიგეთ ეს დავა, როგორც არა შეცდომა, არამედ უკანონო დარიცხილი დივიდენდები და კვლავ დაგვეკისრა 94,000. ანუ რა ვიცი, მე მგონი ცხადია რომ ბანკმა აქცია ხელი შეგვიშალა, მედით თუ მებლიეთ, იმიტომ რომ შეცდომა ვერ იქნება 94 და 156 ერთად ვებაწერო, იქ ასეთი ციფრი ერთმანეთს არ ემთხვევა, რომ მოგივიდეს მექანიკური შეცდომა. ამის შემდგომ ისევ დარჩა 94,000, მაგრამ ეს არბიტრაჟის პერიოდი გრძელდებოდა, ეს არ იყო 1 და 2 თვე, რამოდენიმე 1-6 თვე გაგრძელდა. ამასობაში ბიზნესები ჩამოდიოდა, თუ ღირდა მაშინ 350 ბევრად ნაკლები გახდა, მერე ბინას აქტიურად არყიდულობდნენ და ანუ გაგვიჭირდა, გაყიდვა, გაგვაგვიანდა და მოკლედ ბანკმა შეგვაწევინა, რომ თანიშნული იყო მიგულების აუქციონი და ჩვენი სახლი გადიოდა გასაყიდად აუქციონზე. მოკლედ სკაბი არ ქონდა და დავიწყეთ კერძო იპოთეკარების ძებნა, რომ ჩვენი სესტი ბანკის ჩაგონაცვლებინა კერძო იპოთეკარის სესტით და ჩვენმა ახლობელმა მოგიყვანა ეს ვიღაცა დედაშვილი მარინა ტიკაჩევიჩი და დავით შენგელია. და გაგვეცნენ როგორც ვითომ ვიღაცა ესტრელების ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ასე ბინებში ღირემ ქონებაში საქართველოში წერდნენ ფულს და აგროვებდნენ იგრა ქონებას. დააქონიერეს ჩვენი ბინა და ვეთქვეს, რომ მოეწონა ძალიან და ეხლა ჩვენ უშუალო მათ წარმომადგენლებს მოგიყვანოთ. და მოიყვანეს სამი პიროვნება. მოკლედ გაარკვიეს ყველაფერი, რომ ეს იყო ბანკში დაგებული, ნახეს, რომ ერთი ყავისა და რა ბანკის იპოთეკა და სხვა არაფერი. იურისტები ჩვენზე კარგად იცოდნენ იურიდიულად ეს რომ გაეპრავებინათ და ამიტომ მოგვიწევს ჩვენ წამოყვებოდნენ ბანკში, დაფარავდნენ სეს, ჩვენი შეთანხმება ასეთი იყო. ჩვენს მაგალითად ამოვიდოდა სიტკა ამონატური ბანკიდან და დაიწირთებოდა ჩვენთვის ვიღაცა უცნობი ებრაელის სასარგებლოდ. აი ეს იყო ჩვენი შეთანხმება, რასაც ესწრებოდა რამოდენიმე კაცი. როგორც შემდგომ გავარკვიეთ, ეს ჩვენი იპოთეკრები უკვე იყვნენ ბანკში მათთან გარიგებული, რომ ჩვენი სესტი ბანკში არ დაფარულიყო და რომ გაეტანათ აუქციონზე დასწრებად და შეეძინათ თვითონ. ანუ შეთანხმება იყო კერძო იპოთეკარსა და ბანკს შორის, ხო, როგორც თქვენ? დიახ, აი ეს იყო. იმიტომ რომ ჩვენ ბანკში მივედით ამათთან ერთად არვა კახნიაური ეს ქალი და ყველას იცნობდნენ, როგორც შევაწყვეთ, რაღაც კაბინეტებში შევიდნენ, გამოვიდნენ და მივხვდი, რომ აქ რაღაცას ადგილი ჰქონდა, მაგრამ შემდგომ უფრო კარგად გავწმენდი ამაში. მოკლედ კრედიტ ოფიცერმა დაგვაწევინა განცხადება და ჩვენს განცხადება კანცელარიაში გასული, დაწმული ხელში გვიჭირავს, რომ გითხოვთ 5 დღით ადრე აუქციონამდე გასვლამდე ჩვენი სესტის დაფარვას. და გითხრათ, რომ სადღაც 2 საათში ჩვენ კომიტეტს მოვიწევთ, რაც უნდა დაფარვას კომიტეტი აქ ვარ, იყო გატანაზე ლაპარაკი.
და რა თქმა უნდა დაგაფარინებენ. მოკლედ 2 საათში მივდივართ და გავუძნებიან რომ არ შედგა კომიტეტი, დილას მეორე დღეს მივდივართ და გავუძნებიან რომ ვიღაცა გარდაეცვალა იმას, ვისაც კომიტეტი უნდა მოეწირა და მოკლედ ვერ შედგა მივდივართ საღამოს და იცით რა ერთი აზრასაც არ მომწია რომ აი ამას ბოლომდე გაიყვანე, მე მართლა მეგერა, იმიტომ რომ ეს წარმომედგინა რომ ბანკის ინტერესში არ შედიოდა სესტის დაფარვა. და ბოლოს აუქციონის დღესაც ვიდივართ მივედით, იმიტომ რომ აუქციონი ჩატარდა სადღაც 3 საათზე და ჩვენ შეგვეძლო ვიღაცას ის მისვლა. მაგრამ როგორც შევაფრთხე დილიდან უკვე ამ ქალმა იპოთეკა შუამავალმა დამიწყო რეკვა რომ მუდეშინია დედიკო თუ არ დაგაფარინებენ მე ვიყიდი აუქციონზე. ანუ ამისთვის უკვე ცნობილი იყო არ დამაფარინებენ. რასია ეს არ დაგაფარინებენ. ეგეთი არ არის ცნება ამ ქვეყანაზე. ფორს-მაჟორის დროს ყველა ბანკს აინტერესებს რომ გაუფაროს ეს ხო? მოკლედ აუქციონზე მივედით ამ ქალთან ერთად და გითხრა რომ 1 საათით ადრე უნდა მიიღო მონაწილეობა აუქციონში შეიტანო 10%. და გეუბნება ისი დედიკო გადმომირეკა ეხლა ებრაელმა და თქვენ ვერ გენდობათ შესახელზე ვერ მიიღოთ მონაწილეობა. და მდგარებია მონაწილეობა თავის შვილს დათუნას. დავით შენგელია რომლის სახელზეც წამოგვინა. მოკლედ ამის შემდგომ მე უკვე მივხვდი რომ ჩემი საქმე თილად იყო. ორი ზუსტმერე ზუსტად იცი თარიღის რიცხვით წესით და საათით იმიტომ რომ შეცდომა იყო და ვერ შევედი და დავრემოდე და ზუსტად 2 საათზე შევედი ბანკში. 9 პლუს გაიყიდა და 11 პლუს 2 საათზე ბანკში შევედი. და მოითხოვა იურისთან შეხვედრა, რომ რატო არ დამაფარინეს სესტი მეორეჯერ. ამ წელს რომელიღაც საფრთხეზე ეს აფსებოდა ფოიეში, ანუ ლიფტით ავედი და შემოყვანეს იურისის კაბინეტში, სადაც კიდე რამოდენიმე კრედიტოფიცერი იდგა. ბატონო ჩემი განცხადება პასუხს გაუცემელი, ანუ იგნორირება სრული გააკეთეს ხალხის, რომელიც ქუჩაში რჩება ამ ხოლა ოჯახი და კარგავს საქმს. და რა ქვია, ეს რა თქმა უნდა ვითომ აღშფოთს და აბა ვინ მიიღო ეს განცხადება, დახედა რომ ბეჭე დარწმუნია და კანცელარიაში გატარებული და ვითომ ადრესატამდე ვისაც პასუხი უნდა გაეცა იქამდე არ მივიდა და აი ამ მომენტში რო ვარ, მე ცოტა რა თქმა უნდა აღნებული ვლაპარაკობდი, ეს არ იყო ჩემთვის იოლი მომენტი. მირეკავს ტელეფონი და ვიღაცა არის ჩემი შუამავალი იპოთეკარი, რომელიც მეუბნება, რომ შენ უჩხუბობ ეხლა ბანკში. გამოდი მაქედან და მე ხო შენ შეგპირდი, რომ მიყიდი დათუნას, მე გადმოგიფორმებ და დაიტვირთე და შენ სასარგებლობ. ეხლა მანდ მოჩხუბობ და მიწეხავდებო, ხოლე უკვე გაიყიდა, უკვე ებრაელის არის და მოცა უნდა გამოგაგდეს სახლიდან. ნუ გეკითხებით ეხლა საიდან გაიგო ეხლა მისკალი ცხოვრობს ნახალოვკაში, მე ვიყავი ვარამცელზე, მესამე სართულზე ბანკში, სადაც მე ხშირად არ დავდიოდი, რომ ვინმეს ვეცნო და რომ ვეცნე რატო დაურეკავდა ჩემი იმას პრიბლოს თუ რაღაც ნაცნობი იყო, სახში დარეკავდა ჩემთან, ხო? ნუ ეს არის ხადდა, რომ მათში არ შორის იყო გარიგება და ბანკიდან გადაურეკეს, ეხლა ჩვენ შარში არ გახსიო და პატივიგეთით და დააწნარა ეს ქალი. მოკლედ მე უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე და ისწავლეთ თქონდა საქმე, მაგრამ სამართლებრივად ვერაფერს ვერ მივახციო. ქაბატონო ბანკს თუ მიმართეთ და რა პასუხი? ეროვნულ ბანკს მიმართეთ წერილით და ვიკითხე, უბრალოდ კითხვა დამხიოსეთი, რომ ისე დამცეთნებდი პასუხი, რომ პირველ შემთხვევაში ეს შეეშალა და არ დამაფარინა და მეორე შემთხვევაში რა მოხდა. ეროვნულ ბანკის პასუხი რა იყო? იცით, კითხვით მიმართეთო ბანკსო. აი ეს იყო მათი პასუხი. დავბრუნდით სტუდიაში გადაცემით საკრედიტო ისტორიების სოფიო ბეროშულთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ბატონი ემზარ ჭგერენაია. ბატონო ემზარ, მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. ბატონო ემზარ, ჩვენ მოვისმინეთ ორი საკრედიტო ისტორია, სადაც ორივე შემთხვევაში კრედიტორები აცხადებდნენ, რომ ბანკს ჰქონდათ მათი ქონების ინტერესი. რა კომენტარს გააკეთებდით მოსმენიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ეს მაგალითები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქრეთ, რომ ბანკები ორიენტირებულები არიან ქონების ხელში ჩაგდებაზე? პირველ რიგში მინდა მოკლედ გიპასუხოთ, რომ თუ ბანკს, ანუ ბანკის რომელიღაცა თანამშრომელს მენეჯმენტში ამის გარეშეს არ კეთდება, ვიღაცას ქონების ინტერესი აქვს, ეს არის პირდაპირ როდესაც სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევა,
და უნდა მიმართონ პროკურატურას, აღძრან საქმე და უნდა დაუნტკიცეს და დაისაჯოს ეგეთი ადამიანები. ჩვენ გვახსოვს წინა წლებიდან იქ იყო ნავთობ კომპანიებზე ლაპარაკი, სავაჭრო კომპანიებზე, სხვა საჩივრები იყო, აუცილებლად ამ შემთხვევაში როცა ადამიანი ბანკის ტოპ მენეჯერი, რომელიც თავდაპირველად პირი გამოძალვას ახორციელებს და სუფთა გამოძალვა, ეს ბანკი არა შუაში არა, შესაბამის სარჩელით უნდა მიმართონ პროკურატურას, აღძრან და უნდა დაისაჯოს. ჩვენ მე მგონი ეს სხვა რამეებთან გვაქვს კიდე სამჯელო და სალაპარაკო, ეს არის ხელშეკრულებები, რომელიც დიდი ხანია იხილება ეს საკითხი. ბანკებს შედგენილი ხელშეკრულებები ზუსტად ისეთნაირად, რომ თვალთმაგწურად შეფარულად მოტყუდეს klientele, მაგალითად მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ. ბანკი კონსტანცია, რომელზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ეს დოკუმენტს მოგიტანთ. არის ძირითადი ხელშეკრულება, რატომღაც მე დანართები მოყვება, რომ სულ საჭირო არ არის. ბანკ კონსტანტას თქვენ შეგიძლიათ გადაამოწოთ ჩემი ინფორმაცია. უწერია ესეთი რამე. თქვენ სესხის ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად გერიცხებათ 3%. უფრო გასაგები რო იყოს და მზარდი 3%. ანუ თქვენ აიღეთ ბანკ კონსტანტაში 50000 ლარი. დაარდააბრუნეთ 10 იანვარს და 3 დღე გადააცილეთ, ხო? თქვენ ყოველდღე დაგარიცხავენ 3%, მაგრამ ჯერ პირველ 3%-ს მე დარიცხულზე კიდე 3-ს დაგარიცხავენ, მე იმ დარიცხულზე კიდე 3-ს დააშენებ. ნებისმიერი საქმე, რომელიც წავა სასამართლოში. ორ მოდავე მხარეს შორის ნათელი არის ერთ-ერთი ვიღაცა არის მტკვანი. თქვენ აუცილებლად მოსამართლე გეტყვით არაგონივრული ჯარიმა პირგასამტეხლო და ვადაგადაცილების ეს პროცენტი პირგასამტეხლო მეტი არაფერი არ არის. აუცილებლად თქვენი მოთხოვნის სამართლიანობის მიუხედავად თქვენ ამას შეგიმცირებთ 0.05-დან 0.5-მდე. 3% დღეში მზარდი პროცენტი, რაც კონსტანტა ბანკს და ბევრ სხვა ბანკს აქვს. მე მაგალითად მოვიყვანი დოკუმენტალურად. ეს არის წარმოუდგენელი რა. ძალიან დიდი თანხა. თანეთით როგორ არის? პირველი 10 დღე 3%-ია ყოველდღე და მე 1%. პირიქით უნდა იყოს, იმიტომ რომ ცხოვრება არამდგრადი ქვეყანაა, რისკები არის ძალიან ბევრი, პოლიტიკური რისკები, ეკონომიკური რისკები, რეგიონული რისკები, საქართველოში რისკების ბუკეტია, ხო? შეიძლება ადამიანს 3% ეს ერთი დღე დააგვიანოს, ან ორი და ამის გულში 3%, თანხის 3% დღიური დარიცხვა, ეს წარმოუდგენელი დანაშაულია ჩემი აზრით. ესეთ ციფრებს თქვენ ვერ ნახავთ. ეს არ არის თვითონ დიდი პრობლემა, რომ 3%-ია, ეს კიდე ერთი საკითხია. სად წერია, იცით თქვენ ეს 3%? ძირითად ხელშეკრულებაში არა. ამ ძირითად ხელშეკრულებას ორი დანართიხარი დოკუმენტი აქვს და იქ წერია, ხვდებით? ანუ სავსებით შესაძლებელია ესეც ხდება, რომ სესხებელი, რომელსაც სულ ვთქვათ უწელავენ დროს შედგება კომოგოს აქ ინტერვიუში კომიტეტის რომ არ შედგება და შემდეგ ბოლოს გასცეს კრედიტი მოაწერინეს დოკუმენტზე ხელი, მას გონია რომ ძირითადი ხელშეკრულებაა მთავარი, ამ დროს მთავარი არის მეორე დანართი. და დამალულია, ამას მე სხვა რამეს ვერ უწოდებ, იურისტები ალბათ თავის შეფასებას მისცემენ, რატომ არ წერია ძირითად ხელშეკრულებაში ვადაგადაცილების აი ესეთი კოშმარული პროცენტი. ეს მე მაფიქრებინე, რომ ეს შეგნებულად გაკეთებული, რომ აი კონსტანტამ ისარგებლოს აი ესეთი რაღაცებით. თქვენ შეგიძლიათ სათავეში ჩაუდგეთ ამ მოძრაობას, რასაც ქვია, მომხმარებლის უფლებების შელახვა ბანკებში. ეს უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეროგატივა, ის არის ზედამხედველი და რეგულატორი. ეროვნულ ბანკმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო მოძრაობა გამარტივებისთვის, საგრედო ხელშეკრულების გამარტივებისთვის, მაგრამ დღესაც დარჩა ესეთი ვთქვათ მომენტები, როდესაც ძირითადი მომენტები, სესხის პროცენტი, ვადაგადაცილების პროცენტი არ წერია ძირითად ხელშეკრულებაში, წერია სადღაც დანარჩა. ამ ყველაფრის მარეგულირებელი ხომ უნდა იყოს ეროვნული ბანკი? და კიდე გეუბნები, ამის მარეგულებელი, თუნდაც ბანკი თუ არის ეროვნული ბანკი, იურიდიული ნორმა იმისი, რომ არ ჩაწეროს ან ჩაწეროს იურიდულად სწორი იყოს, თქვენ შეთანხმდით ხელი მოუწერეთ და დათანხმდით ამ 3%-ს, მაგრამ კიდე ერთხელ აი
ის სიტუაცია, რომ ეს არ არის ძირითადად ხელშეკრულებაში არის სხვაგან, აბსოლუტურად შესაძლებელია და რა თქმა უნდა ეროვნულ ბანკთან ერთად ბანკებმა უნდა შეცვალოს. პრობლემას როგორც ექსპერტები აცხადებენ ხოლმე, ეს არის კრედიტორის არაინფორმირებულობა. ამას გულისხმობთ ალბათ თქვენ. მთავარ პრობლემას კრედიტორის არაინფორმირებულობაც შეიძლება ითქვას ესე, მაგრამ ეს ინფორმაცია კი არ არის ხელშეკრულების ძირითადი მომენტია. ამიტომ პირველსავე გვერდზე უნდა ეწეროს ვადა ყოველგვარ თვალთამოქცობის და კეკლუცობის გარეშე. ვადა, პროცენტი, დათვლის მექანიზმი, ვადა გადაცილება, რესტრუქტურიზაციის საკითხები, აი რა ძირითადია უნდა ეწეროს პირველ გვერდზე. არ ჭირდება იქ რაღაც მოკიბული სიტყვები და გადატანა სხვაგან. მე ვთვლი რომ ყველაზე ძირითადი სიტუაცია სწორედ ამ კლიენტსა და ბანკს შორის ხელშეკრულების გამარტივებაა და გასაგებიანოზე გადატანა. სპეციალურად ვითომ იურიდიული რაღაც ფორმულების ქვეშ რაღაცას მალოთ, რეალურად ეს არის ადამიანის მოთხოვნა. კიდევ ვიცით რა მაინტერესებს. ძალიან ხშირად არის ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტი, სადაც წერია, რომ ბანკს ნებისმიერ წუთას შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტი. ალბათ ამ პუნქტის თანახმად იყო შემცირებული დღეს კონკრეტულ შემთხვევაზე გვაქვს საუბარი ბატონი ზაზას სესხის დაფარვის დროის შემცირება და განახევრება. რამდენად გაამართლებდით ამას? ბანკს უნდა კონდეს თუ არა იმის უფლება, რომ დამოუკიდებლად შეცვალოს პუნქტი. არა, ჩემი აზრით არ უნდა კონდეს, როგორც ბანკერი გეუბნებით, ეს ბევრ ამისთანაა დამოკიდებული. თუ თქვათ, ჩვენ მარტო ერთადერთ საკითხთან გვაქვს საქმე, თუ როდესაც პროცენტზეა ლაპარაკი, პროცენტი შეიძლება იყოს ფიქსირებული, შეიძლება იყოს რაღაცასთან მივიღოთ ლიბორს პლუს 2 და შეიცვალოს, თქვათ, თვეში ერთხელ ლიბორის მონაცემთან მიხედვით. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ასეთი რამეს გაკეთება. მეორე შემთხვევა არის, რომ ბანკი დაადასტურებს სესხის ამღები ან თავის მოცემულ დოკუმენტებში არსებულ უზრუნველყოფას ცვლის ან რაღაც საფრთხე ემუქრებს მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულებრივი ხელშეკრულების მეორე მხარეა და მას ამის უფლება არ უნდა კონდეს. გადაცემაში რეკლამის დროა ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიების სოფიო ბეროშულთან ერთად ძალიან საინტერესო თემაზე შევწყვიტეთ ჩვენ საუბარი. ბატონო ემზარ, კიდევ ასეთი კითხვა მექნება თქვენთან. თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ბანკები თავიანთი კლიენტების გაფუჭებაზე არიან ორიენტირებულები. უფრო დეტალურად რომ მაგხსნათ, რას გულისხმობდით ამაში? ან როგორი მიდგომა აქვთ თავიანთი კლიენტების მიმართ დღეს ბანკებს? მე არა მახსოვს ჩემს ესეთ ინტერვიუში, რომ ბანკები კლიენტების გაფუჭებაზე არიან ორიენტირებული, ამას არ ვიტყოდი. ალბათ იმიტომ რომ თუნდაც ბანკერი ვარ. მე ვამბობ, რომ არსებული სიტუაცია საბანკო სექტორში ხელშეკრულებებთან და იურიდიულ ნონსენსთან დაკავშირებით არის დასახვეცი, გასამარტივებელი და რო არ ვაფიქრებინოთ ვინმეს რომ შეგნებულად მალავთ რაღაც ინფორმაციას, პირველ გვერდზევე ხელშეკრულების უნდა გამოვიტანოთ ყველა ძირითადი მონაცემი, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული. ეს იქნება პროცენტი, ვადა გადაცილების პროცენტი, ჯარიმების სიტუაცია თუ ვადა თუ განგარიშების ადამიანს უნდა ნათელი წარმოდგენა რას აწერს ხელს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. მეორე, ბანკებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ თვითონ ბიზნესებთან დაკავშირებით მათ ბრუნვაზე და მათ ამონაგებზე და მათ პრობლემებზე და რისკ მენეჯმენტი ხშირად მე ვფიქრობ ჩემი აზრით, რომ დაუსაბუთებელ და გაუანგარიშებელ პასუხს იძლევა. იმიტომ რომ თქვენ რა გეკითხებით, რატო დაითვალეთ ესე და არა ისე, მე მგონი ძალიან ადვილი ადამიანს გასცეთ პასუხი, თუმცა რისკ მენეჯმენტის გონება გახსნილი თანამშრომლისთვის. თუ ის პასუხს არ ცემს, ეგ ნიშნავს, რომ ის არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილების ისტორიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შავი სია რო არსებობს, ეგრეთ წოდებული ცუდი გადამხდელების საკრედიტო ისტორიის შავი სია, 700.000-მდე ავიდა ამ შავ სიაში.
მე როგორც მახსოვს, ბოლოს უკვე შეწყვიტეს კიდევაც ციფრის გამოქვეყნება, რადგან იზრდებოდა. ხო, აზრი არა. 700 2010 წლის მონაცემებით არის თუ სწორედ მახსოვს მე. 2010 წლის შემდეგ როგორც მახსოვს შეწყვიტეს ამის გამოქვეყნება. და ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ გამოდის რომ საბანკო სექტორი ებრძვის თავისსავ ბაზარს. ეს ამ ციფრის ასეთი დიდი ოდენობით წარმოდგენა კიდევ ერთხელ მიანიშნებს რომ აი ამ კლიენტებთან ურთიერთობაში, იურიდიულ ნაწილში, მის აღრიცხვაში ძალიან დიდი პრობლემებია. ისა რომ ხელშეკრულებაში რაღაცას წერენ შეფარვით. კიდევ რომელი მიდგომა არის, ასე ვთქვათ, გამოსასწორებელი ბანკების მხრიდან, თავის კრედიტორების უწყობენ ისინი, ვთქვათ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს. არა, ეგ მაგათი ფუნქცია არ არის, მაგას ხელს არ შეუწყობენ. მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ბანკმა ადამიანს უნდა დაუთვალოს, კლიენტს უნდა დაუთვალოს როგორც ნომინალური პროცენტი, ისე სასარგებლო პროცენტი და უნდა უთხრას, რომ ეს არის ეს პროცენტი და არა ეს ერთი. ბანკმა ნათლად უნდა წარმოუდგინოს დაზღვევასთან ურთიერთობა, ესე ძალზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვა ადამიანს გონია, რომ თვეში უნდა გადაიხადოს $500 აღებული კრედიტის მიხედვით. გამოდის რომ 500 კი უნდა გადაიხადოს, უნდა გადაიხადოს 580. მერე აღმოაჩენს ეს 80 არის ყოველთვიური სადაზღვევო პრემია. ამიტომ მთლიანობაში დათვალე და უთხრა თქვენ კრედიტი რომელიც აიღეთ თვეურ 11%-ად ეს კრედიტი გიჯდება 16.5%. ანუ თქვენი პროცენტი არის 16.5%. თქვენ ამას იხდით. აჩენ ნომინალი რეალი ეს მოსახლეობას ხო არ აინტერესებს, კლიენტს ხო არ აინტერესებს თქვენ თეორია. თქვენ უნდა უთხრათ საბოლოო ჯამში მას რამდენი დაუჯდება აი რა უღის თქვენს მითქან აღებული სახსრები. უფრო გულწრფელები უნდა იყვნენ მომხმარებლები. გეთანხმებით. ბატონო ემზარ, როგორ მოდის თანხმდროში ბანკების დაწინაურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან? ანუ ბანკებს აქვთ საკმაოდ დიდი შემოსავალი, მაგრამ ამავდროულად ექსპერტები გამოხატავენ ისეთ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება. ეს რამდენად უნდა იყოს ერთმანეთთან თანხმდროში? ბანკებს აქვს დიდი შემოსავალი თუ დიდი მოგება? დიდი მოგება. ხო, იმიტომ რომ ძვირიანია ჩვენი საბანკო სისტემა, ეს თქვენ ალბათ 2013 წელი გაგვხედულობაში, საკმაოდ სოლიდური მოგება მიიღეს, საკმაოდ ძვირიანი მომსახურება აქვს, მაგრამ ხარჯებიც დიდი აქვს. წმინდა მოგება მათ გაცილებით ნაკლები აქვს, შემოსავალი აქვს მეტი, იმიტომ რომ ხარჯიანი ბანკებია, ძვირიანი ბანკებია, წმინდა მოგების ნაწილში უკვე რაც დაბეგვისგან და განთავისუფლებული ნეტო რჩება, ნეტო მოგება გაცილებით ნაკლებია. მე გეთანხმებით რომ გარანტირებული შემოსავალი აქვს, ამის თქმა გინდოდა თქვენ. მე ერთ რამეს გეტყვით რომ ჩვენი საბანკო სფერო ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდა, მთელი სისტემა ჩამოყალიბდა ევროპულ დონეზე ტექნოლოგიურად, ტექნიკურად, პროგრამულად გამართული აბსოლუტურად. ერთადერთი რაც არ შეიცვალა, ეს არის ეს risk management-ის მუშაობა ბიზნესთან, ადამიანების შემოსავლებთან და ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამ კუთხით ჩვენ ჯერჯერობით ჩამოვჭებით დანარჩენ ტექნიკურად ის გამართული ინსტიტუტია, მყარი ინსტიტუტია და მე ეს მიხარია და მივესალმები, იმიტომ რომ ქვეყნის განვითარების საყრდენი არის ბანკი. მე ახლა რო წარმოვიდგენ ბოლო 23 წელი რა გზა გაიარეს ბანკებმა, მინდა გითხრათ რომ საკმაოდ სოლიდური გარდაქმნები მოხდა უმოკლეს ვადაში. მათ შორის იგივე მინდა ვილაპარაკო რა იგივე TBC ბანკის წარმატებაზე სერიოზული ბანკი გახდა. თქვენს ეთერში გავაჟღერებ ალბათ რაც ექსკლუზიური ინფორმაციას რომ ისინი IPO-ზეც გადიან წელს TBC ბანკი. და ქვეყანაში უცებ მყარი ინსტიტუტი არსებობს, იქ მე მეჩნია რომ ბიზნეს განვითარება საკმაოდ სერიოზული საფუძველი. რაც შეეხება ცალკეულ ფაქტებს, მე მეგობრებად შემიძლია წარმოვიდგინო ესეთი რა არის ტოპ მენეჯმენტი, რომელიც ბანკის სტრატეგიაზე მუშაობს, დიდი ხალხი რომელიც განვითარებაზე მუშაობენ. და არის სიტუაცია, როცა ქვედა მენეჯმენტის ქვედა დონეზე გამოუცდელობის გამო, მიკერძოულობის გამო, უვიცობის გამო რაღაცეთი რამე ხდება, როდესაც აი ბანკის გენერალური კურსი ჭირს ცხებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ ეს ბანკისთვისაც კარგი სიგნალია, რომ ქვედა დონის მენეჯმენტი გადამოწმოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ისეთი მყარი ინსტიტუტები როგორც TBC ბანკია ქვეყნის ხერხემალს წარმოადგენენ და უფრო მეც მისი ტოპ მენეჯმენტი უფრო მორალური ადამიანები არიან და მე ჩემ ყურს უდად ვერ წარმომიდგენია რომ თქო რა გვარებს არ დავასახელო აი ამ ადამიანებმა ვიღაცის ქონებაზე რაღაცა ისურვონ ჩემს ხშირად მესმოდა უფრო წინა წლებში ალბათ რომ საკმაოდ ხელსაყრელ ფასად და საკმაოდ
ბაზართან შედარებით უფრო ნაკლებ ფასად შეიძლებოდა ადამიანს შეეძინა ქონება, მოძრავი და უძრავი ქონება, როდესაც უკვე ბანკის მფლობელობაში იყო გადასული. არა, ამაში ახლა ცუდი არაფერი არ არის და ეს ბუნებრივი პროცესია. ბანკს όσο გააჩნია ეს აქტივი ცდილობს რომ მოიშოროს იმენ და ბევრად სწრაფად გდის ბუნებრივად ბევრად იაფად ვიდრე თქვა ბაზარზე გამოტანის საკონი და რომელიც ელოდება დიდხანს თავის კლდეს. ეს ჩვეულებრივი საბაზრო სიტუაცია. ბანკს მის იაფად გაგიდო არაფერში არ აწყობს, ეს გამორიცხულია. ლაპარაკი იმაზე რომ მას სწრაფად უნდა ეს აქტივის რეალიზაცია რომ მან ლიკვიდური აქტივი ან ფული დაებრუნოს უკან. ეს ხდება. ბანკების მფლობელობაში საკმაოდ დიდი. მაგრამ ჩვენ ერთი რამე არ დაგვიმთავრებია. მაგრამ ამ ქონების პატრონს შეუძლია თვითონ მოიყვანოს კიდური და გაყიდოს ეს. აუქციონის წესი არსებობს და ბევრი ბანკი არ არის კონტროლ გარეშე, გამიგეთ? ესე არ ხდება რომ აიღოს და გადაცეს. და თქვენ ახსენეთ რომ ბანკები საკმაოდ განვითარდნენ. შედარებით უფრო მობიერად ექცევიან ისინი პრობლემური შესახის პატრონებს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ან მომჩივანთა რაოდენობა თუ იზრდება ბანკების წინა წლებთან შედარებით იყო სტატისტიკური მონაცემები, სადაც საკმაოდ გაზრდილი იყო მომჩივანთა რაოდენობა. მე გეტყვით სამ პრობლემას. დიახ. პირველი პრობლემა ეს არის მოსახლეობის შემოსავლების სიღარიბე. პრობლემაც ეკონომიკაში ხდება თქვენ არ გადაცით და აქედან გამომდინარე უკვე კრედიტის მომსახურება პრობლემატური ხდება. მეორე ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ბანკებმა ახალი პროდუქტები გამოუშვეს, რომელსაც ადამიანები ბოლომდე არ წდება. პატარა მაგალითს გეტყვით, რომ გამოუშვით რაღაც პრაიმ კარდი ან რაღაც სხვა ბარად, ხო? იქ გეუბნებია რომ 55 დღე ფული უფასოა. მე არის დარიცხვის დღე, მე არის გადახდის დღე, თქო 25-ში გერიცხება ტექსტში და ამას უკვე ვეღარ მისდია ადამიანმა დახარჯა ფული. ის 17 რიცხვი გაეპარო დაარეცხეს პროცენტები და ეს იმდენად გაიზარდა რომ 100 ლარი გახდა 1000 ლარი. აი უცით იმ ახალმა პროდუქტებმა ჩვენ რაც ვილაპარაკეთ გამოიწვია გაუგებრობა ადამიანებში და დაკაბალება ადამიანების, იმიტომ რომ ის კრედიტზე უარესია, კარდ ბარათებზე ოვერდრაფტები და უფასო პერიოდი და დარეცხვის პერიოდი. ამას მონიტორინგი ვერ განახორციელა, ვერ გაუკეთა უბრალოდ ადამიანმა და 200 ლარი გაუხდა 1000 ლარი. ეს მეორე პრობლემა და მესამე ყველაზე რთული პრობლემა ეს რაზუშოვანია რომ იურიდიულ ნაწილში ადამიანი უფრო ნაკლებად ჩადის ამ ყოველგვარ სიტყვის კითხვაში, მას უნდა მარტივი ხელშეკრულება, რომელიც ბანკის ინტერესებს დაცვასაც უზრუნველყოფს, მაგრამ ყველაფერი აბსოლუტურად გაშიფრულად და წინა გვერდზე დაწერილი. ეს დიდი პრობლემაა ძალიან, იმიტომ რომ ამ ხელა დოკუმენტებში, რომელიც ძალიან წვრილი შრიფტით არის დაწერილი. იწვევს დაბნევას. დაბნევას კი არა, მოსახლეობის უმრავლესობა იურისტები ხო არა და კიდე გეუბნებით რა პრობლემა იყო რა ასეთი მნიშვნელოვანი პუნქტი ვადა გადაცილება ყოველდღე 3% დაგეწერათ პირველ საო გვერდზე. იმ ზღაპრების მოყოლის გარდა დაგეწერათ პირველ საო გვერდზე. პრობლემა იყო? რატო ამაზე კანონის და პრეზიდენტის ჯარება. ისეთი თქვენ აქ ეჭვიჭდება რომ თქვენ გინდათ რომ არ იცოდეს იმ ადამიანს აი ეს ინფორმაცია. ეს არის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დონეზე დარეგულება ჭირდება. დიდი მადლობა ბატონო ემზარსტუმრობისთვის, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა. იმედი ვიქონიოთ, როგორც ბატონმა ემზარმა განაცხადა, რომ უფრო გულახდილები და გულწრფელები იქნებიან ბანკები თავის მომხმარებლის მიმართ. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმინეთ ხუთ შაბათობით რადიო კომერსანტზე გემშვიდობებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშვილთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება,